უთანასწორობები პირდაპირ კავშირშია მათ შორის დემოკრატიის ხარისხთან. ბავშვთა სიღარიბის პრობლემა, ხო? ეს ყველაზე მეტად ალბათ ჩანს მაინც თუნდაც სკოლებში ხოლმე. ადამიანები არიან, რომლებიც ყოველგვარი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და ისინი, თქვათ, 700,000 ადამიანი არის დამოკიდებული ყოველთვიურად სახელმწიფოს ფინანსურ მხარდაჭერაზე. სტუდენტი, რომელიც შეიძლება რეგიონიდან ჩამოდის, ხო, იმას სწავლის გადასახადი აქვს, საცხოვრებლის გადასახადი აქვს. მაგრამ საცხოვრების პრობლემები თუნდაც დევნილი ყავს ძალიან ბევრი ამათ გარდა უსახლკაროები რომ არ ვახსენოთ, ან თუნდაც ეკომიგრანტები და ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ შეაჩერა მრავალშვილიანი ოჯახის გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრისიდან, რაც რაღაცა საზოგადოების პროტესტი დაიწყო. როგორი გარემოა შექმნილი, რომ შენი თავი განავითარო, თუნდაც ის უთანასწორობა რომ აღმოიფხვრას და ოდნავ უკეთეს ქვეყანაში რომ ვიცხოვრო. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ თაობის ხმა, რომელშიც ვცდილობთ ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე. დღევანდელი ეპიზოდის წამყვანები ვიქნებით მე გიორგი ხაინდრავა და ლუკა ბერიშვილი. როგორც წესი ერთად არ ვსხედავთ, მაგრამ ამ ეპიზოდში პატარა საკადრო ცვლილება გვექნება და მე და ხაი წავუძღვებით ამ ეპიზოდს. რაც შეეხება თვითონ ეპიზოდის თემას, ეს იქნება სოციალური თანასწორობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, იმიტომ რომ კაცობრიობამ საბოლოოდ გაიაზრა თანასწორობის მნიშვნელობა და გადაწყვიტა, რომ ამ პრინციპის აღიარება ყოფილიყო საყოველთაო და თვითონ საკითხზე განხილვაში და დისკუსიაში დაგვეხმარება სალომე შუბლაძე, იურისტი. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მოწვევისთვის. ხო, აი ლუკა მახსენა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1948 წელს მიიღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ხო და ზოგადად ამ თანასწორობაზე ძალიან ბევრი საუბარი მიდის მას შემდეგ და ეხლა შესაბამისად. და თუნდაც საქართველოს კანონმდებლობა რო ავიღოთ, კონსტიტუცია იქნება თუ სხვადასხვა კანონებში მიმოფანტულია ეს თანასწორობის საკითხი, ხო? რატომ ვანიჭებთ ამ ხელმძღვანელობად თანასწორობას? რა არის, რა მნიშვნელობა და სიკეთე აქვს ზოგადად თანასწორობას? მადლობა, კი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რა თქმა უნდა და თვითონ საკითხის ასე დასმაც ჩემი აზრით არის ძალიან სწორი, ხო? ანუ ჩვენ საქართველოში განსაკუთრებით, როცა ვლაპარაკობთ ხოლმე სოციალურ თანასწორობაზე, ხშირად სამწუხაროდ ბევრს არ ესმის, რომ ეს არის მათ შორის უფლებრივი საკითხი. ანუ რას გულისხმობ, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა მაგალითად არის ასეთი, რომ ის რაღაც სოციალურ პროგრამებს თუ სოციალურ დახმარებას, მხარდაჭერას ადამიანებისას აღიქვამს როგორც რაღაცა თავის კეთილ ნებად, ხო, რომელსაც ის გასცემს, იმიტომ რომ თქვათ, კეთილია, ხო, რაღაც ესეთი მიდგომა აქვს ადამიანების მიმართ და ის არ აღიარებს, რომ თანასწორობა, როგორც ასეთი არის უფლება, ხო, ადამიანებს აქვთ უფლება მათ შორის სოციალურ დაცვაზე, ხო, ეს უფლება თუნდაც გამტკიცებულია ჩვენი კონსტიტუციით, რომელიც ამბობს, რომ რაღაცა სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს ეყრდნობა საქართველოს როგორც სახელმწიფო და რაც შეეხება სიკეთეს და მნიშვნელობას, მე მგონია, რომ ძალიან რაღაცა მრავალმხრივად უნდა შევხედოთ, ხო? ეს არის რაღაცა როგორც ჰუმანური ამბავი, რომ ჩვენი თანამოქალაქეები თუ სხვები არ დავტოვოთ სიღარიბეში და უთანასწორობაში და ასევე რაღაცა როგორ გითხრათ, ჩვენთვისვე არის უკეთესი, რომ ყველანი ვიყოთ რაღაცა ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში და შემდეგ უკვე განმარტავ ამაში რას გულისხმობ. რეალურად სხვა მხრიდან რო შევხედოთ, დემოკრატიული ქვეყანა ვერ განვითარდება ეკონომიკურად და პოლიტიკურად, თუ ყველას თანასწორი უფლება არ ქონდა იმისი, რომ ეკონომიკურ პროცესებში ჩაერთოს, ან თუნდაც საკუთარი თავი განავითაროს, რაზეც ალბათ ადამიანის განვითარებიდან იწყება თავად ქვეყნის კეთილდღეობაც ასე ვიტყოდი. ამ მხრივ ალბათ გამოწვევები ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში. მე და გიორგი შეიძლება ზოგადად ვამჩნევდეთ, მაგრამ ალბათ ეს თქვენი ყოველდღიურობის და ზოგადად პროფესიული ჭრილის ნაწილია და მაგ მხრივ კითხვით თქვენთან რა გამოწვევები ან რა პრობლემები გვაქვს და შემდეგ ალბათ უფრო უკეთესად განვიხილავთ. აქვე იმასაც დავამატებ, ხო, ლუკას კითხვას დავამატებ, ასე ვთქვათ, რომ აი ყველაზე გავრცელებული ალბათ არის მაინც გენდერული უთანასწორობის საკითხი, ხო, რომელიც ალბათ რაღაც კუთხით ყველაზე აქტუალურია, ყველას ეხება მეტნაკლებად და ყველაზე მეტად ჩანს.
მაგრამ ვიცით რომ რეალურად მარტო გენდერულ საკითხს არ მოიცავს ხო თანასწორობა, ბევრად უფრო ჩაშლილი არის და ბევრად უფრო დიდი საკითხია. აი მთავარი გამოწვევები ამ კუთხით რა არის და ზოგადად რა ტიპის უთანასწორობები ან თანასწორობები არსებობს? კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს უთანასწორობები პირდაპირ კავშირშია მათ შორის დემოკრატიის ხარისხთან და ჩვენც ვთქვათ გასულ არჩევნებზე ზუსტად აი ამ ძალიან მძიმე გამოწვევების შედეგები მოვიმკეთ გარკვეულწილად, ხო და ამაზე შეგვიძლია მე უფრო დეტალურადაც ვილაპარაკოთ. რაც შეეხება გამოწვევებს, ხო, ეხლა რა თქმა უნდა, არ უნდა უგულებულყოთ, ხო, ისეთი გამოწვევები, როგორც არის გენდერული უთანასწორობა, იგივე, არ ვიცი, სექსუალური უმცირესობების, ხო, queer თემის, ასევე ეთნიკური, რელიგიური და სხვა ასეთი უმცირესობების უმძიმესი მდგომარეობა პრინციპში საქართველოში რაც ბევრ რამეში იჩენს თავს, თუმცა ასევე ჩვენს ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას და მე მგონი არავის არ არის ხო გასაკვირი, როცა ვამბობთ, რომ სოციალური უთანასწორობა, ხო, სიღარიბე, სიღატაკე გარკვეულ შემთხვევებში ეს სიტყვა შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს არის ის, რაც ძალიან ბევრ ჩვენ მოქალაქეს აწუხებს და ეს არ არის მხოლოდ რაღაც შრალი სტატისტიკა, ხო, მაგალითად, ხშირად მოისმენთ იმას, რომ საქართველოში დაახლოებით უკვე კიდევ უფრო მეტი ხო 700,000-მდე ადამიანი იღებს კი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ღატაკი პრაქტიკულად, იმიტომ რომ ამ სიტყვას იყენებს სწორედ ჩვენი კანონმდებლობა, ანუ ეს არის რაღაც ხატოვანი შეფასება ჩემი მხრიდან, ხო, რაღაც ადამიანები არიან, რომლებიც ყოველგვარი სიღარიბის ზღვარს ვთქვათ მიღმა ცხოვრობენ და ისინი ვთქვათ აი 700,000 ადამიანი არის დამოკიდებული ყოველთვიურად სახელმწიფოს ფინანსურ მხარდაჭერას, ხო, რა ფულს იღებენ ყოველთვე, მაგრამ ხა ის უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც იღებენ ისიც იმდენია რომ ანუ ამ ადამიანების სიღარიბიდან ამოყვანაზე ლაპარაკი არ არის. ეს არის უბრალოდ რომ ვიღაც შიმშილით არ მოკვდეს. სამწუხაროდ ეგ რეალობა გვაქვს ქვეყანაში. აი ზუსტად ეგ ახსენეთ სიღარიბე და მათ შორის ისიც თავში რომ არჩევნების დროს შეიძლება ძალიან ცუდად იყოს ეს პრობლემა გამოყენებული, ხო? ხო, პრინციპში ალბათ ყველა შეგვეხო მეტნაკლებად ეგ პრობლემა ამ პერიოდში, იმიტომ რომ ზუსტად ეს სიღარიბის ხარისხი ადამიანები ძალიან ცუდად არის გამოყენებული ხო ზოგადად და ექსპლუატაციას უწევენ შეიძლება ასე. ჯგუფები არიან და თუნდაც ინფორმაციულ ვაკუუმის და ასე შემდეგ ბევრი მხრივ იყენებს ხოლმე მე მგონი საკუთარი ინტერესებისთვის სახელმწიფო. არის ხშირად რომ უქარებიან რაღაც რომ თუ მაგალითად ხმას არ მისცემენ კონკრეტულ ჯგუფს ხო შეუზღუდავენ ან აღარ მისცემენ ამ სოციალურ დახმარებას ხო რაც არის ძალიან ცუდი და ზოგადად ყველა ხელისუფლება მე მგონი ამ ქვეყანაში მაგას იყენებდა ძალიან ცუდად და მე მგონი რომ სერიოზული პრობლემაა ხო და რა ვიცი, მაგაზე უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ რამის თქმა, ამდენად მძიმეა. გეთანხმებით, ეგრე არის, რა თქმა უნდა და იმასაც ვეთანხმები, რომ ზოგადად მე მგონი ყველა ხელისუფლების ცდუნებაა, ხო, რომ ანუ გამოიყენოს ის ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად მასზე არიან დამოკიდებული პირდაპირ ფინანსურად. ამიტომაც ვთქვათ, ეხა ეს არ არის ჩვენი მიგნება, კვლევები აჩვენებს, რომ აი ამ სოციალურ თანასწორობას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ხო ადამიანების პოლიტიკურ გამოხატვაზე, ქცევაზე, ისინი გაცილებით უფრო ნაკლებად თავისუფალი არიან ამ პოლიტიკურ გამოხატვაში და ჩვენთან ეხა ეს რიცხვი რო დავასახელე, ეს რიცხვი არის ძალიან მაღალი, ხო? ანუ აქტიურად ყოველი მეხუთე ამ ადამიანებს ყავთ ოჯახები, ხო, რომლებიც აი ამ მცირე თანხაზე არიან დამოკიდებული და ანუ ეს არ არის თქვათ სპეკულაცია, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, მათ შორის საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ მოპოვებული და მომზადებული მასალები, ხო, თვითონ ადამიანების მონათხრობები, რომელიც აჩვენებს, რომ ხო, ნამდვილად ისინი დანახული არიან როგორც არა ადამიანები, ხო, რომელიც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერას და გაძლიერებას საჭიროებენ, არამედ როგორც ელექტორალური რესურსი, ანუ რაღაცა მასა, რომელიც უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ ეს ხალხი არჩევნებზე მიიყვანო და ამასაც ხო ცხადი ეყვებიან ამ მობილიზების, ტრანსპორტირების, ორგანიზების, ხო, არა რაღაცა ინდივიდუალური, თქვათ, თავისუფალი პოლიტიკური აქტივობის, არამედ ზემოდან ქვემოთ რაღაცა ორგანიზების შესახებ. ამას აკეთებს ეს ხელისუფლება სამწუხაროდ და ასევე ის გარკვეული აზრით ამ ადამიანების კიდევ უფრო მარგინალიზებას ეწევა აი ასეთი ქცევით და რატო ხო მე ეს იწევს რაღაც საზოგადოების დანარჩენ ნაწილში რაღაცა აღქმებს ამ ხალხის მიმართ რომ ისინი თურმე იყიდებიან ხმის გამო და ასე შემდეგ მაშინ როცა ხო ჩვენ უნდა დავინახოთ რა არის ამ ყველაფრის მიზეზები მაგის გამოსავალი ალბათ იმაში მდგომარეობს რომ ამ ადამიანებს უნდა აუხსნათ რეალურად რომ ეს არის მათი უფლება სახელმწიფოს აქვს მათ მიმართ ვალდებული
ვალდებულება და ეს არ არის რაღაც წყალობა, ხო, რომელსაც ცუდად რო ვთქვათ, გადმოუგდებს, ასე ვთქვათ, ხო? რავი, ამ ცნობიერების ამაღლების მერე ალბათ შეიძლება რომ ეს პრობლემაც აღმოიფროს, იმიტომ რომ რეალურად ერთი არის, რომ ცუდად იყენებს ზოგადად ყველა ხელისუფლება ხო ამ ადამიანებს და ეს ადამიანები შეიძლება მსხვერპლებად ჩავთვალოთ, მაგრამ მეორე კუთხით არც ის არის მართებული, რომ ამ პრობლემის გამო თვითონ ეს ადამიანების გავამართლოთ, ხო? და ამიტომ მგონია რომ მაგაში არის გამოსავალი. მაგრამ კიდევ ერთი მწვავე სფერო ამ უთანასწორობის და ალბათ პრობლემატური ნაწილი მე ვიტყოდი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე. რეალურად ეხლა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ სოფლები იცლება და პარალელურად თბილისი და სხვა ქალაქები თავკომალა ქალაქებად ყალიბდება ჩვენს ქვეყანაში. და მეც ძალიან პატარა ბავშვობიდანვე შემოჩნია იქ ფაქტი, წარმოშობით რაჭიდან ვარ, ყოველ ზაფხულს იქ ვატარებ ხოლმე და რამდენიმე ზამთარსაც და ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ კი არის მთის კანონი და იქ რაღაცები რაც ამარტივებს იქ ცხოვრების პირობებს და ვიღაცას მოტივაციას აძლევს რომ უკან დაბრუნდეს. მაგრამ მან მთავარ პრობლემა რასაც ხედავ არის ის რომ პირობითად რაჭის მაგალითზე პირადი რომ მოყვე სეზონურად არსებობს ასე ვთქვათ ზაფხულ ივლისში და ივლისსა და აგვისტოში გადაჭედილია იქაურობა რაღაც კაფეები, რესტორნები, ტურისტული ადგილები, მაგრამ ეს ყველაფერი მთავრდება შემოდგომაზე, ზამთარი საერთოდ არაფერი არ ხდება და თითქოს ესეთი ადგილები სეზონურად არსებობს წლიდან წლამდე. თქვენ მიტოვებულია ხო ასე ვთქვათ. ის პრობლემაც არის რომ რეალურად სამუშაო ადგილები არ არის. თუნდაც რეგიონებში ან მაღალმთიან რეგიონებში ასე ვთქვათ არ როდესაც სოფელში მარტო სკოლა და საკრებულოა იქ პირობითად არ მოიძებნება რომ თავი ირჩინო ხო და ეგეც პრობლემა მგონია მე. მომენტად ისიც არის რომ ტრანსპორტის პრობლემა, გზების პრობლემა, ინფრასტრუქტურის ზოგადად ხო კომუნიკაციების პრობლემაც არის. იმის მიუხედავად რომ შეიძლება რაღაც პრივილეგია ქონდეს მართლა მთას როგორც ლუკამ თქვა ხო თუნდაც კანონითაც არის განსაზღვრული. მაინც რეალურად ფაქტია რომ რაღაც კუთხით ეგ არ ამართლებს. კი, ეს მაჩვენებლები ნამდვილად მაგას აჩვენებს. ერთ რაღაცას ვიტყვი უბრალოდ, აი ვთქვათ, ცნობიერებაზე, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენც არ ვართ, როგორ გითხრათ, ნაივურები და არავის არც ზედმეტად არ ვამართლებთ, ესე ვიტყოდი და რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ მათ შორის პოლიტიკური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ადამიანებთან მუშაობა, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური, სანამ ეს სტრუქტურული პრობლემები არ აღმოიფრქვათ. რას გულისხმობ, იცით, რომ ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ვუთხრათ ვიღაცას, რომ ეს არის თქვენი უფლება და თქვათ სახელმწიფო ვალდებული ასე გააკეთოს, თუ მას დაურეკავენ და ან რაღაცა ეტყვიან, რომ შენ თუ ეხა ხმას არ მისცემ კონკრეტულად რომელიმე პარტიას და ამას დაკარგავ, ეხა რა თქმა უნდა, რომ ჩვენი ცნობიერების ამაღლება და ჩვენი მუშაობა იქნება ფუჭი. ხო, ანუ აი ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ძალისხმევა, რომ რაღაცნაირად ვაიძულოთ ეს სტრუქტურები, რომ მართლა სიღარიბის დაძლევაზე იზრუნონ და არა რაღაცა ამ ადამიანების ამ ფორმით გამოყენებაზე. კი. მაგხრივ კიდევ საინტერესო ეგ თუნდაც წვდომა ელემენტარული მოთხოვნილებებთან წვდომა არის ალბათ ამოსავალი წერტილით სოციალური უთანასწორობის პირობითად ამ პოდკასტის ფარგლებში ვისაუბრეთ მოხალისეობაზე და დონაციაზე და საინტერესო იყო განათლებასთან წვდომა ადრე თუ იყო წერა-კითხვის პრობლემა, ეხა იქ პრობლემა დიდად აღარ დგას, მაგრამ ინტერნეტთან წვდომა და ზოგადად კომუნიკაციო თუ ინფორმაციულ საშუალებებთან ახლოს ყოფნა და მათი გამოყენება თითქოს სასიცოცხლო გახდა თუნდაც განათლების მისაღებად ან მარტო ელემენტარულით რომ ავიღოთ ინფორმაციულ ვაკუუმში რო არ იცხოვრო საინფორმაციო ეპოქაში ვცხოვრობ და რთულია მაგის გარეშე რომ გაძვრე. განსაკუთრებით ეგ პრობლემა დადგა მე COVID პანდემიის დროს ხო, როცა ბევრ სტუდენტს მაგალითად არ შეეძლო ის რომ შესულიყო ლექციებზე მაგალითად და ხო ძალიან ხო ეს განათლებაზე რა თქმა უნდა არათანასწორი ხელმისაწვდომობა ეგეც ძალიან დიდი პრობლემაა და რატო ხო? იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ეს თავისთავად იმ მომენტში არის პრობლემა, როდესაც თქვა ადამიანი ან ბავშვი მოსწავლე იჩაგრება ან სტუდენტი ხო მოსწავლე რომელსაც არ აქვს ლეპტოპი და არ შეუძლია გაკვეთილს დაესწროს დისტანციურად ან სტუდენტი რომელსაც თქვა არ შეუძლია თბილისში იქირავოს ბინა და ხო კოვიდის დროს ეგ ვნახეთ როდესაც რაღაცა ბევრი ითხოვდა დისტანციურ გამოცდებს ხო? ანუ ეს ასევე არის ძალიან დიდი პრობლემა. იცით რატომ რომ ეს ასევე ხელს უშლის სოციალურ მობილობას, ანუ რას გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ ღარიბი ოჯახებიდან, უკარგავს შანსს იმისას, რომ ოდესმე მაინც აი ამ ოჯახმა ხო თავი დააღწიონ ამ თაობათა შორის სიღატაკეს და სიღარიბეს. და აი ჩვენც მაგალითად ახლა მეც და ლუკაც ორივე სტუდენტები ვართ და რეალურად ეგ პრობლემა დაგვინახავს ხო როგორც მინიმუმ აი
და ზოგადად ძალიან მართლა პრობლემური საკითხია და მე მაგალითად ძალიან გული შემდგენ მაგ საკითხზე, რომ ძალიან ხშირად შემიჩნევია, რომ მაგალითად სტუდენტი, რომელიც შეიძლება რეგიონიდან ჩამოდის, ხო, იმას სწავლის გადასახადი აქვს, საცხოვრებლის გადასახადი აქვს, მერე ამის გადასახადად იძულებულია მუშაობა დაიწყოს და ყველა მომიცით, ხო, რეალურად როგორი ცუდი პირობები არის სამწუხაროდ, როდესაც იწყებ, ხო, რაღაც მუშაობას და ხშირად ვამბობ ასევე იმასაც, რომ ამ დროს ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, იძულებულია, რომ სწავლა გვერდით გადადოს, სამსახური დააყენოს პრიორიტეტად და ესე ვთქვათ, სამსახური მოარგოს სწავლას და არა პირიქით. ხო, ეგეც რაც ახსენეთ, ალბათ სოციალური უთანასწორობის ნაწილში გადის და ძალიან კაფიოდ ჩანს მე მგონი ეგ, ხო. კი, ანუ ესე გამოდის, რომ ვისაც უკვე აქვს პრივილეგია, ესე ვიტყოდი, ხო, რა პრივილეგია იმისა, რომ მაგალითად არის მდიდარი შედარებით საქართველოში, ხო, რა თქმა უნდა, რაღაც მცირე პროცენტის გარდა, შედარებით შეძლებული ოჯახიდან ვინც არის, მას შეუძლია რომ დაუთმოს სწავლას, ხო და მე ეს ნიშნავს, რომ ის უფრო წარმატებული იქნება, ხო, ამ სიტყვას თუ გამოვიყენებთ და ხო, ისევეს ღარიბი ოჯახებიდან ან რეგიონებიდან სტუდენტები იძულებული არიან, რომ თავის გასატანად იმუშაონ მართლაც ძალიან ცუდ სამუშაო ადგილებში. ხო, ალბათ მაგაზეც უნდა ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა, რამდენად არის ეს, ასევე ვთქვათ, შრომითი უფლებების მასობრივი დარღვევის საკითხიც, ხო, საქართველოში პრაქტიკულად არ ახსრულდება შრომის კოდექსი. ესე უხეშად შეგვიძლია თქვათ და ხო, ანუ ესე რაღაცა ხაზგასმით. ეს შეხედოთ ძალიან კარგი შრომის კოდექსი, მაგრამ რეალურად პრაქტიკაში ფაქტია. ყოველთვის ბრაზდები ხოლმე, რომ ნებისმიერ თუნდაც სუპერმარკეტების ქსელი იყოს თუ რაც არ უნდა იყოს, მაგ სფეროში და ზოგადად ყველგან ზოგადად ესეთი მიდგომა ჩამომეყალიბდა, რომ თითქოს ნიჭი იჩაგრება ხოლმე და ალბათ ეგეც ზოგადად არა ამ ეპოქის არამედ ზოგადად ისეთი პრობლემაა, რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე, მაგრამ ამ ყველაფერს შრომითი უფლებებით რო ემატება, უკვე ბოლო პერიოდში მახსენდება ყველაზე ხმაურიანი და кейსი იყო თუნდაც Evolution-ის გაფიცვა. ეგ რეზონანსული იმიტომ გამოდგა, რომ ბევრ ადამიანს შეეხო და 5000 კაცი გაიფიცა ხო პირობითად. და კარგია რომ ეგ ამბავი გახმაურდა, თუმცა ზოგადი ფონით რო ავიღოთ ყველა თუ არა უმეტესობაში თითქოს ეგეთი სიტუაცია ან როდესაც ადამიანი შემთხვევით რაღაცას აკეთებს ეს თუნდაც ფინანსური არაზღაურება თითქოს მადლობა იმის საქმის რაც გაიკეთა და არა წყალობა რომ აჰა ეს გქონდეს და ქართულ შრომის ბაზარზე მე უფრო მაგ დამოკიდებულებას ხედავ რაღაცნაირად იმიტომ რომ სტუდენტი ვარ და ჯობშიც რო ჩამოსკროლავ და რაღაც ვაკანსიებში მიხედები 20 მოთხოვნა 10 წლიან გამოსვლას რო გთხოვენ რაღაც 18-19 წლების ხომ და მე ანაზღაურება არის რაღაცა პატარა ციფრი რაც რეალურად მარტო მაშინ გიღრის თუ რამე ახალს სწავლობ და უყურებ არც ვერც ახალს სწავლობ და თან სწავლობ და თან არც არაფერი და ეგ ამბობს პრობლემა მიმაჩნია მე. კი, რა თქმა უნდა, Evolution-ზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვაში ჩვენც ვეხმარებოდით და ვეხმარებით ამ ხალხს, ნუ ვცდილობთ და აი რა არის აქ საგულისხმო, ხო? ანუ აქ საგულისხმო არის ის, რომ კომპანიას თუ შეუძლია რომ დაჩაგროს, ანუ ეხლა რაღაც სამართლებრივად არ ვიტყვი, ის ჩაგრავს. რაღაცა აი ეგეთ მოცემულობაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ. მას თუ შეუძლია რომ თქვათ გადაუხატოს ცოტა ხელფასი, ამუშაოს ცუდ პირობებში, ხო, რაღაცა დაარღვიოს მისი შრომითი პირობები, ამუშაოს ზეგანაკვეთურად და ასე შემდეგ, ის ამას აკეთებს და სწორედ აქ უნდა იყოს, ხო? სახელმწიფო არის ჩვენი გაგება, ჩემი გაგება ასეთია, რომ სახელმწიფო მაგისთვის არის საჭირო, რომ აი აქ ჩაერიოს და ეგ დააბალანსოს. თან ასევე ისიც არის, ხო, რომ აი თუნდაც შრომის კოდექსით მაგალითად გათვალისწინებულია ის პროფკავშირები მაგალითად ან გაფიცვა და ლოკაუტი. ხო და ეგ ინსტიტუტები რამდენად იცავენ? არიცავენ და ხო ვერ ახსრულდება თითქოს. იმის მიუხედავად რომ გვიწერია თითქოს კანონში, პრაქტიკაში ვერ ხორციელდება ან არ ხორციელდება, მოდი ასე ვთქვათ. კი, ასე არის ნამდვილად. ეხა იგივე შრომის ინსპექცია, რომელიც არის პირდაპირ პასუხისმგებელი, რომ იქ რაც წერია ის ნორმები, ხო, რაც ვლაპარაკობ, აღასრულოს. Evolution-თან დაკავშირებით საერთოდ ანუ არათუ არაფერი არ გააკეთა, თავიც კი არ შეიწუხა, რომ რამე ეთქვა, რომ აი თქვათ ამდენი სტუდენტი, ხო, ათასობით სტუდენტს პირობითად ვამბობ ახალგაზრდა ან შედარებით არ აქვს მნიშვნელობა, ძირითადად ახალგაზრდები მუშაობენ ისე, ხო, ანუ არც კი გააკეთა განცხადება, ანუ სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია რომ ეს უზრუნველყოს, რომ ასე არ იყოს, საერთოდ არ თვლის, რომ ეს არის მისი პასუხისმგებლობის საკითხი და ამიტომ ახლა შეიძლება ის იყოს რაღაც პარადოქსული, ან ჩვენ იძულებული გავხდით, რომ მიგვემართა შვედეთისთვის. ხო, ახლა აქ რაღაც სამართლებრივი დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ რაღაც არის მექანიზმი, ხო, რომელიც შეეხება ესეთ მსხვილ კომპანიებს და ჩვენ მიმართეთ შვედეთს, რათა მათ აიძულონ ეს შვედური კომპანია, მათი კომპანია, რომ რაღაცა საქართველოში დაიცვან შრომითი უფლებები, იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფო არის უმოქმედა. ეხლა როგორ დამთავრდა საბოლოოდ? თუ ჯერ ისე მიმდინარეობს ეგ პროცესი?
ნაწილობრივ აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც თვითონ ამბობს და გაფიცვა ესეთ მასშტაბური აღარ არის და ჩვენ ისე ველოდებით აი ამ რაღაცა შვედური მექანიზმის პასუხს. პრობლემაა, ხო, საბოლოო ჯამში თითქოს რაღაცა არსებითად არაფერი არ შეიცვალა, ხო? და რაღაც თითქოს ისე დარჩა პრობლემა და შემდეგშიც, რა ვიცი, ძალიან ცუდია, მაგრამ დიდი ალბათობით რაღაცა მსგავსი ყოველთვის გამოჩნდება და ისევ მსგავსად განვითარდება მოვლენები, ხო? აი, ყოველთვის მახსენდება ზოგადად ამ შრომითი უფლებებზე ლაპარაკისას მაღაროელების პრობლემა, ხო? აი, ბოლო პერიოდში გვახსოვს შუქრუთის ამბები, ზოგადად ტყიბულის ამბებზე ყოველთვის პრობლემა და ეს ადამიანები ყოველთვის გამოდიან, ყოველთვის ამბობენ თავის ატკივარს, მაგრამ რატომღაც მაინც ყოველთვის ბოლოს იჩქმალება, ხო, ასე ვთქვა. ან თუნდაც მშენებლობებზე ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ამ ბოლო პერიოდში, წლებს გულისხმობ ძირითადად. ეგეც მწვავე პრობლემაა. კი, ძალიან მწვავე პრობლემაა. ეს გაფიცვები არის ხოლმე, როცა ამ ადამიანებს მიიყვანენ რაღაც უკიდურეს წერტილამდე, როცა სხვა გზა აღარ რჩებათ, მაშინ იფიცებიან, თუმცა თქვენ აბსოლუტურად ზუსტად აღწერეთ, ამ გაფიცვებს რეალური შედეგი არ მოსდევს, ხო? შეიძლება რაღაცა პირობები მიიღონ, მაგალითად შარშან იყვნენ ჭიათურელი მაღაროელები გაფიცულები, მიიღეს პირობები კომპანიისგან, რომ რაღაცები გაუმჯობესდებოდა, მაგრამ რა წამს ეს საკითხი აღარ იყო საზოგადოების ყურადღების ხო ცენტრში ეს როგორც კი დასაქმებულები მარტო დარჩნენ ამ კომპანიის წინაშე ხო რომელიც რაღაცა მთელ ჭიათურას აკონტროლებს ხო ეს არის რაღაც ხელისუფლება ადგილზე პრაქტიკულად როგორც კი ეს მოხდა მორჩა იქ ყოველგვარი თქვა გადაწყვეტაზე და პირობების არსებით გაუმჯობესებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო ხო ამიტომ ეგეთ მდგომარეობაში ამისთვის რა არის აი საზოგადოების მეტი ყურადღება იძულება სახელმწიფოსი რომ ეს პრობლემა გამოასწოროს თუ აი რაში ხედავთ გამოსავალს? მან მე რა შემჩნევ, როცა ვისაუბრები ხოლმე ოჯახის წევრებთან, უფროს თაობის წარმომადგენლებს, როცა პირობითად ეგეთი პრობლემა იქნება უფროსობას თუ ასე ვთქვათ, მე ალბათ შეიძლება ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ უფრო ბრაზდები ეგეთ რაღაცებზე და კი ხმას რატო არ იღებთ ან რაღაცა ეგეთი. მე ყველა მიცის რომ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ მე თითქოს ის დამოკიდებულება რჩება, რომ სიმართლე ჩვენ არ გაგვივა მანდ და აი რაც თქვენ ახსენეთ როგორც evolution-მა ან სხვა кейსებმა რაც ახსენეთ, მან იმით დამთავრდა, რომ რეალურად კომპანიას უფრო მეტი რესურსი აღმოაჩნდა და მარტო დარჩენილი ისინი თანამშრომლები, ვინც აპროტესტებდნენ, დაჩაგრა ასე ვთქვათ. აი ეგ არის ხოლმე თავარი ამოსავალი წერტილი, რატომაც ჩუმდებიან ხოლმე თანამშრომლები, რომ პირობითად ეს დავაც რო გრძელვადიანი იყო, სამის რესურსიც არ აქვს, რომ ამდენ ხანი იდაონ და ხანდახან გაჩვენებას ამჯობინებენ. კი. მაგის უკან დგას თავისი მიზეზები. ეხლა თქვენ რო ლაპარაკობთ ხო თქვაც და თქვენს აი ამ პოდკასტებში ერთ-ერთი საკითხი არის, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხო ერთი შეხედვით ყოველს გვაწუხებს, მაგრამ ამ შინაარსებისგან ხო აბსოლუტურად დაცლილია ჩვენი პოლიტიკური ველი და ჩვენი რაღაცა პოლიტიკური აქტორების თუ პარტიების რიტორიკა და მათი დღის წესრიგი. ეხლა მესმის რომ შეიძლება რაღაც სხვა გადაუდებელი გამოწვევები გვიდგას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ხო ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ანუ ეს ხო არ არის პოლიტიკის საკითხი. ჩვენ არჩევნების წინ არ ვისმენთ არც ერთი პარტიის რაღაცა პროგრამას და ამაზე სერიოზულ ლაპარაკს, ხო? შეიძლება რაღაცა მცირე გამონაკლისები იყოს ისევ და ისევ, როდესაც რაღაცა ხელისუფლების დადანაშაულება უნდათ ხოლმე, რაღაცა ექსტრემალური სიღარიბის ჩვენებით ან რაღაც ასეთით ცდილობენ ზემოქმედებას. ხო, რაღაც აი უფრო ასე ვთქვათ სერიოზული მსჯელობა და იმის გააზრება, რომ ეს არის რისთვისაც პარტიები არსებობენ და სახელმწიფო არსებობს სამწუხაროდ არ გვაქვს ხო აი ამ შინაარსებისგან არის დაცლილი და მე რა თქმა უნდა არც ზეწოლა არსებობს სათანადო სახელმწიფოზე ხო ინსტიტუტები არის სუსტი მაგალითად შრომის ინსპექციას როცა ვახსენებ ეხლა შეიძლება ძალიანაც უნდათ რომ რაღაც აღასრულონ მაგრამ ისინი ისე მოიქცევიან როგორც ეს თქვა ძალაუფლების ვერტიკალი ეტყვის ხო ჩვენთან მოკლედ ძალიან ისეთი სხვა ტიპის პრობლემები გვაქვს. სული ვითარება ნამდვილად. ასევე აი ზოგადად ამ საკითხზე საუბრისას ალბათ ისიც არის მნიშვნელოვანი აღნიშნოთ ცალკე რომ გამოყოთ ჯანდაცვის რგოლი ხო მაგალითად რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს კი აქვს თითქოს უფასო სამედიცინო მომსახურება, მაგრამ ან შეიძლება იყოს უხარისხო, ან მაგალითად არა სათანადო, ასე ვთქვათ, როგორც კონკრეტული პრობლემის დაავადებებისთვის. მაინც ერთგვაროვანი არ არის ყველასთვის რა.
ჯანდაცვის საშუალებებს. კი, ცალსახად ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ხო? თითქოს ამ ხელისუფლებამ, როდესაც ისინი მოვიდნენ ძალაუფლებაში, ისინი შეეცადნენ რომ რაღაც უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა შემოიღოთ, მაგრამ ნელ-ნელა ის გახდა არაუნივერსალური, მაგრამ თითქოს სახელი დარჩა. სინამდვილეში ეს არც უნივერსალური არის და ადამიანებს უწევთ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ხარჯის გაღება ჯანდაცვის ხარჯებისთვის, ხო? ანუ ჯანდაცვის მომსახურებისთვის და სხვათა შორის ბოლო წლებში რაღაც სხვადასხვა კვლევები აჩვენებდა, რომ მათ შორის სესხის აღებისას ან თუნდაც რაღაცა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვისას ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ეს ჯანდაცვის ხარჯები, როდესაც სერიოზული ავადმყოფობის დროს ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო არ ეხმარება, იძულებული არიან, რომ თვითონ გასწიონ ეს ხარჯი და წავიდნენ ისეთ რაღაცაზე, როგორც არის მაგალითად შემდეგ უკვე საცხოვრებელი სახლის დაკარგვა, ხო? იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის კავშირში. სამწუხარო, რამდენიმე кейსი ხმარელად გამახსენა მაგ საკითხს. საცხოვრისის პრობლემები კიდევ ერთ პრობლემას ხშირად ვახსენებ ამ 40 წუთში აშკარად, მაგრამ საცხოვრისის პრობლემები თუნდაც არ ვიცი ზუსტი ციფრი არ ვიცი რა დევნილი ყავს ძალიან ბევრი ამათ გარდა უსახლკაროები რომ არ ვახსენოთ ან თუნდაც ეკომიგრანტები და თითქოს ერთიანად ბევრი პრობლემა გროვდება მან და ეს ცალკე აი ბოლო პერიოდში ხო მაგალითად ძალიან მოხშირებული იყო მე როგორც მახსოვს ეს გამოსახლების პრობლემა ხო მაგალითად როცა რაღაც სქემებით მოდით ესე ვთქვათ პირდაპირ რაღაც თაღლითური სქემებით ადამიანებს საბოლოო სახლს კარგავდნენ და იმაზე მეტის გადახდა უწევდათ მაგალითად ვიდრე იმ კონკრეტულ მომენტში შეიძლება ჭირდებოდათ ხო კი გამოსახლებები და ზოგადად ქვეყანაში უსახლკარობის თუ როგორ დავარქვა საბინაო პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას და კი ეგეც იყო და მანდაც აი არ ვიცი ხა მართლა მგონია რომ სულ ერთად ლაპარაკობ მაგრამ მანდაც იმდენად აშკარა იყო იმდენად ფართო თემა და თან თითქოს ყველაფერი ერთმანეთთან ბმაშია რომ ფიზიკურად ვერ აუცდებით და თითქოს სხვაზე ვერ გადავდივართ ყველაფერი აი არჩევნებამდე და რაღაც ეს ის პერიოდი იყო როდესაც თქვა წინა წელს ზამთარში გამოასახლეს ძალიან სასტიკად ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ შეაჩერა მრავალშვილიანი ოჯახის გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრისიდან რაც რაღაცა საზოგადოების პროტესტი დაიწყო და იქ ახსროლების ეროვნული ბიურო წერდა რომ ეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გადავდეთ არადა ბავშვის ინტერესები რა თქმა უნდა რომ იქამდეც სახეზე იყო ხო სანამ ეს პროტესტი იქნებოდა ამიტომ აქაც ჩანს რომ მოკლედ რა არის ხელისუფლების ინტერესის და ხო რაღაცა პრიორიტეტი არის თვალსაჩინო. მაქრუ მახსენდება ამზაფხულს მოხდა ეს ამბავი თუ სწორად მახსოვს აგვისტო იყო ხანძრისგან რომ ბავშვები დაიყვნენ ზაფხულში რეალურად მარტო იმიტომ რომ კომუნალურის გადახდის საშუალებაც არ ქონდა ოჯახს და იქ ცალკე ტრაგედია უშუალოდ ბავშვებისათვის და სადღაც კითხვა ჩნდება რომ ამ თუნდაც ამ სოციალური უთანასწორობის დაძლევის გზად რა უნდა იყოს და პასუხისგაცემა მესმის რომ რთულია. ალბათ ჩემი განმოსახედიდან ალბათ ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ამის დაძლევის განათლება გვათანაბრებს ალბათ რაღაც მომენტში თუმცა ერთია განათლებაზე წვდომას პირობითად მაგრამ ალბათ თანამედროვე ეპოქაში განათლების ხარჯზე თუ ამოისვლება მაგ სფეროდან თუმცა აქაც ძალიან დიდი როლი ეკისრება სახელმწიფო სტრუქტურებს და არა მარტო მხარდაჭერას როგორც მინიმუმ როგორი გარემოა შექმნილი რომ შენი თავი განავითარო თუნდაც ის უთანასწორობა რომ აღმოიფხრას და ოდნავ უკეთეს ქვეყანაში რომ იცხოვოთ თავი განავითაროს და ამასთან აი განათლებასთან ერთად რა თქმა უნდა პირდაპირ პროპორციულია ალბათ ეს ზოგადად კულტურული ღონისძიებები ხო რომელზეც ისევ რო შევაჯამოთ აი წინაზე წეგან რაც თქვით არ აქვს ბევრი და მოსახლეობის ძირითად ნაწილს უამა არ აქვს მარტივად რო ვთქვათ ხო და რა ვიცი ალბათ ისევ იმ წრეზე ვტრიალებ ზუსტად რაც წერგავ თქვით ხო და საბოლოო ჯამში რა ვიცი იქამდე მივდივართ რომ ამ კუთხითაც სერიოზული პრობლემებია და რავი ალბათ ეგეც იქიდან არის გამოწვეული რომ ზუსტად აი ეს თავში ნახსენები ხო ეს კონსტიტუცია და სოციალური სახელმწიფოს პრინციპი მაინც არ არის შესაბამისად დაცული მარტივად პრობლემები ბევრი ვახსენეთ და ვიღაცა მიინტრიგნომაში რო ჩაგვითვალოს თქვენი განმოსახედიდან რა შეიძლება იყოს ან გამოსავალი პირობითად გამოსავალი დადებით სიცხე შეიძლება ყველაფერში ვეძებოთ ხო კი აი ეგეც მნიშვნელოვანია ხო ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ ხოლმე ხელისუფლებას თუ არ ვიცი ამ თუ სხვა პარტიას ჩვენი მიზანი არ არის რომ
როგორ გითხრათ რაღაცა თვითმიზანი არ არის ამა თუ იმ პარტიის კრიტიკა, ხო? არც არის სახელმწიფო განვითარდეს. ხო, სახელმწიფო რა თქმა უნდა განვითარდეს და ის ხალხი ვისაც ჭირდება მხარდაჭერა, მხარი დაუჭერთ. ეს არ არის მარტო ქველმოქმედება და ამ ადამიანების დახმარების ინტერესი. ეს არის საჯარო ინტერესი, რა ამ ქვეყნის ინტერესშია, რომ თქვათ ბავშვები სიღარიბეში არიზრდებოდნენ, მათ ჰქონდეთ განვითარების პოტენციალი და ასე შემდეგ. ამიტომ დადებიც ახლა თუ მაინდა-მაინც უნდა ვთქვა, ვიტყოდი იმას, რომ თუნდაც ეს სოციალური შემწეობის პროგრამა, რომელსაც ვაკრიტიკებთ, იმიტომ რომ ბევრი ხარვეზი აქვს, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს. ახლა შეიძლება ის აზრიც მოისმინოთ, რომ უნდა გაუქმდეს და ხო, იმიტომ რომ არის თქვათ კორუფციის და რაღაცა პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების თქვათ საგანი და ინსტრუმენტი, მაგრამ ჩვენ, მე ესე რა თქმა უნდა არ ვფიქრობ, მგონია რომ უბრალოდ უნდა გაუმჯობესდეს და აღმოიფხვრას ეს რისკები, მაგრამ თუნდაც ის რომ სახელმწიფო აი ამ თანხას ასე ვთქვათ უხდის, ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ რაღაცა შიმშილობის რისკისგან იცავს ადამიანებს, მაგრამ თუ ლაპარაკობთ გამოსავლებზე, აი ხშირად ჩვენი სოციალური შემწეობის სისტემას ესე ვეძახით ხოლმე, რომ ეს არის პალიატიური რაღაცა სისტემა, რომელიც კი არ ცდილობს, რომ სიღარიბიდან ამოიყვანოს, დაძლიოს სიღარიბე და ადამიანები გააძლიეროს, არამედ თითქოს ინარჩუნებს, ყინავს აი ამ უმძიმეს მდგომარეობას და ამას ადასტურებს სტატისტიკაც, ხო? ის რიცხვები, თუ რამდენი ადამიანი რჩება, უცრავად ამ სოციალური შემწეობის მიღებად წლების განმავლობაში და თუ რამე არის გამოსავალი, ალბათ გამოსავალი არის ეგ, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს რაღაცა მრავალმხრივი ინსტრუმენტები საიმისოდ, რათა დაეხმაროს ამ ოჯახებს, რომ სიღარიბე დაიძლიოს გრძელვადიანად და განათლებაზე რაღაცა თანაბარი წვდომა ცალსახად არის ერთ-ერთი ნაწილი ამ ყველაფრის. კი, გარდა გაყინვისა, ჩემი გადმოსახედიდან თითქოს ისეც არის, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით ზრუნავენ თითქოს და შეშემოპირები ჩვენი ამ პოდკასტ თემა არის, მაგრამ მახსენდება ჭავჭავაძეზე თუ სწორად მახსოვს პანდუსი აი ესე დაქანებით რომ ნახე მეთქი აქ ან როგორ უნდა ავიდეს ეთქლის მოსაგებლე ან თუ ჩამოვა ეგრევე გზაზე ხდება და ეგ იყო ნათელი მაგალითი იმისა რომ თუნდაც ტენდერი ვინც მოიგო უბრალოდ ადგა და ეს პანდუსი გააკეთა მაგრამ იმაზე არ უფიქრია თითქოს მოვალეობა მოიხადა ხო არის თავი ეგ არის მაგრამ როგორი არის თითქოს მნიშვნელოვანი ის კი არა მან თავი მართლა დაიხმარება თუ არა ხო არის რა გინდა და აი ეგ დამოკიდებულება შესაძლებელია რეალურად არა მარტო სახელმწიფომ არამედ თუნდაც სამოქალაქო ორგანიზაციებმა და ყველამ რომ მართლა ვიზრუნოთ და რეალურად გაკეთებულ საქმეს მე სარგებელი რომელიც მქონდეს თორემ ის პანდუსი გაკეთდა მაგრამ პანდუსად არ არის მე ვერავალ ფეხით იმ დაქანებულზე ხარ კი, ძალიან მნიშვნელოვან რამეს ამბობთ და იმაშიც გეთანხმებით, რომ ეგ არ ეხება მარტო სახელმწიფოს, ხო, ეხება ჩვენს და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსაც. ყველას მოკლედ, რომ ეს ძალისხმევა რასაც ვწევთ და ეხა ვიღაცამ შეიძლება რაღაც მოფწიჭკა, ხო, ესე ჟარგონით რო ვთქვათ, მაგრამ მართლა ვის დაეხმარა და მიიღწეულ იქნა თუ არა ეგ მიზანი, ხო, ეგ არის რა თქმა უნდა აუცილებლად გასათვალისწინებელი. თორემ ფულის ხარჯვა მარტივია, თავი რესტორან დაიხარჯოს. აი ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა რომ აუცილებლად ვილაპარაკოთ, არსებითად კი ეხება ისევ იმ პრობლემას, რაც აქამდე ვილაპარაკეთ, მაგრამ მგონია რომ განსაკუთრებით გამოსარჩევი. ეს არის კონკრეტულად ბავშვთა სიღარიბის პრობლემა, ხო? და ეს ყველაზე მეტად ალბათ ჩანს მაინც თუნდაც სკოლებში ხოლმე. რაც შეიძლება მე გადაიქცეს თუნდაც სოციალური ბულინგის ასე ვთქვათ, სოციალურ ბულინგში, ხო? აი მე ხშირად მახსენდება მაგ საკითხზე საუბრისას ბოლო პერიოდში აქტიურად აი სკოლებში რომ უნდა იყოს უფასო კვება მაგალითად და თითქოს ყველა პარტია რაც მახსოვს ამას ყოველთვის პირდებოდა მოსახლეობას მაგრამ არც ერთი არასდროს არ ახორციელებდა ხო და ზოგადად გონია რომ ძალიან რთულია ბავშვმა სკოლაში ისწავლოს და იფუნქციონიროს მოდი ასე ვთქვათ როდესაც ელემენტარული საკვები არ აქვს მაგალითად და შეახო მაგალითად ბავშვს და მე ეს შეიძლება სხვა პრობლემებშიც გადაიზარდოს. ხო, აი, ზოგადად ამ სკოლაზე და ბავშვთა სიღარიბის პრობლემაზე თუ შეგიძლიათ რამის თქვა. კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა. ეხლა რიცხვებით რო ვილაპარაკოთ, 33% დაახლოებით ბავშვების სიღარიბეში ცხოვრობს, ხო, ანუ აი რაც ვამბობთ ხოლმე სტატისტიკას. ძალიან დიდი ციფრია. ძალიან დიდი ციფრია, კი, ეს თან ეს ის ციფრია, რომელიც როგორ გითხრათ, ამაზე შეიძლება ვინც უკეთ ცხოვრობდეს, ისიც არ ნიშნავს იმას, რომ უკეთ ცხოვრობს სინამდვილეში ან კარგად ცხოვრობს, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი და სხვაებიც ხო რა თქმა უნდა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში არიან და აბსოლუტურად გეთანხმებით ხო ბავშვთა კვების საკითხიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხა როცა ლაპარაკობთ სოციალურ მობილობაზე და იმის შანსზე რომ
ადამიანმა დაძლიოს სიღარიბე, ხო, კვლევები აჩვენებს, რომ დღის განმავლობაში ეს კვების პრობლემა, რა თქმა უნდა, რომ ხელს უშლის აკადემიურ მოსწრებას. ხო, კვლევები აჩვენებს, მაგრამ ისედაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასე იქნება, ხო, იმიტომ რომ ხო, როცა ბავშვია, ის ვერ კონცენტრირდება, ვერ ახერხებს, რომ სათანადოდ ისწავლოს და მერე აი ამ, ასე ვთქვათ, მისი შანსები აი ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ცხოვრებაში რომ რაღაცა განვითარდეს და ამოვიდეს სიღარიბიდან მცირდება. ამიტომ ეს ყველაფერი არის კავშირში. თითქოს იმიტომ რომ აი ზუსტად რაზეც წეღან ვისაუბრეთ, იმ ყველაფერს მე უკვე სკოლიდან დაწყებული მე იმ ყველაფერს ეჩეხება ეტაპობრივად, ხო და თითქოს ამოსვლის საშუალება არ აქვს. ზუსტად სკოლას დაამთავრებს, მერე შეიძლება ჩააბაროს უნივერსიტეტში, იმუშაოს სადღაც ქსელურ მარკეტში, ან Evolution-ის მსგავს კომპანიაში, იქაც ვერ შეძლოს რომ ისწავლოს, ხო და აი რაღაცნაირად წრე არის რა სიღარიბის და სწორედ მაგიტომ ვამბობთ, რომ უნდა არსებობდეს რაღაც ქმედითი მექანიზმები, რომლებიც აი აქ შეეშველება სწორედ ადამიანს, რომ როცა მას შეუძლია, როცა ამის სურვილი აქვს, ის შეძლებს, რომ აი ეს ბარიერები გადალახოს. მაგ მხრივ მე რაც მაინტერესებს, ამ თემებზე კვლევისას რაღაცებს გადახედე, მაგრამ ერთი რისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება, აი თქვენ ახსენეთ ზუსტი ციფრი, რომ 33% ამ ზღარს ქვემოთ არის და ასე შემდეგ. რამდენად ცვალებადია ეგ რიცხვი, ან კანონზომიერება თუ არის, რომ ნელ-ნელა მცირდება, ან ადის-ჩადის, იმიტომ რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ეს რიცხობრივი სტატისტიკები პოლიტიკურ პარტიებში манипуляციის საგანია და რამდენად მან რა ხდება? აისახება თუ არა ქვეყნის რეალობა რიცხვებში? ხო, ქვეყნის რეალობა არ ვიცი, ამას შეიძლება გქონდეს ორგვარი განმარტება. ანუ ერთი უნდა ვთქვათ, რომ ეს შემწეობის მიმღებთა რიცხვი იზრდება და იზრდება სტაბილურად, ხო? ანუ სტაბილურად იმედვართ ესე იგი, ხო? თუმცა ხელისუფლების ინტერპრეტაცია არის ის, რომ რადგან აი ამ შემწეობის მიმღებთა რიცხვი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცები სიღარიბეში აღარ ცხოვრობენ. ანუ რადგან ყოველთვე ვუხდი ფულს, ესე იგი, აი ამას განმარტავს როგორც სიღარიბის დაძლევად, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია არ არის მთლად მართებული, ხო? იმიტომ რომ თუ ადამიანს სჭირდება დახმარება, კი, კარგია რომ შენ აძლევ დახმარებას, ამას ვაღიარებთ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ ახერხებს, ხო? თითქოს სახელმწიფოს უნდა რომ მასზე დამოუკიდებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდოს, ხო? ესეთი შეგრძნება მრჩება, იმიტომ რომ თუნდაც მე ისე რაღაც манипуляციებისთვის გამოიყენოს. კი, ეგ აშკარად ჩვენც ვაკვირდებით მაგ ტენდენციას, განსაკუთრებით აი ბოლო არჩევნების წინ პერიოდში ეს რიცხვი რაზეც საუბრობ, იზრდებოდა არა სტაბილურად, არამედ ძალიან ელვის სისწრაფით. კი, ეგრეთ შეიძლება ითქვას და ეხლა ხო უკვე ძალიან მაღალ ციფრს მიაღწია და ამის გარდა ხო აი ამ თქვა შემწეობის მიმღებთა რიცხვის გარდა არსებობს უამრავი სხვა გზა, რა გზითაც სახელმწიფო ამრავლებს აი მასზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვს, ხო, იქნება ეს რაღაცა ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობები, ეგრეთ წოდებული IP-ები, ხო, რომლებიც ასევე თვითმმართველობების ქვეშ სახელმწიფო კონტროლის კომპანიები თუ ხო პირებია, ან შეიძლება იყოს, არ ვიცი, რაღაცა სტაჟირების პროგრამა, იმიტომ რომ აი განსაკუთრებით გაზაფხულზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მერე დაანონსეს მთელი რიგი ინიციატივებისა, რომელიც მიმართული იყო სწორედ ახალგაზრდობისკენ, ხო, რაღაცა საგრანტო კონკურსები, იყო ეს რაღაცა სტაჟირების ინიციატივა და ეს საჯარო სექტორი კიდევ უფრო გაბერეს რაღაც სტაფით, რომელიც უკვე პრაქტიკულად აღარ ეტევა, იმიტომ რომ ბევრისგან მომისმენია, რომ ისიც კი არ ვიცით სად დავსვათ ეს ხალხი, ანუ მართლა იკვეთება ეგ განზრახვა და შესაბამისად ხო ეს ზრდის აი ამ პირდაპირი დამოკიდებულების და შემდეგ პოლიტიკური манипуляციის რისკებს. აი ახლა ძალიან ბევრ საკითხს შევეხეთ ხო რეალურად. აი ხო არ არის რამე ისეთი საკითხი, რაც ამ საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია, მაგრამ არ გვიხსენებია მაგალითად. აი რაზეც აი პოდკასტის მიმდინარეობისას გული დაგწყდებოდათ რომ არ გვიხსენებია. კი, ეს საკითხი ალბათ არის საქართველოში ბუნებრივი რესურსების ათვისების პოლიტიკა. ხო, ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ განმარტავ რას გულისხმობ, ხო? ქვეყანაში გვაქვს ესეთი მოკლედ ხელისუფლება, რომელიც ამ ბუნებრივ რესურსებს უყურებს ძალიან მომხმარებლურად ერთი მხრივ და მეორე მხრივ საერთოდ არ
აქცევს ყურადღებას, არიღებს მხედველობაში ადგილზე, ხო, კონკრეტული სოფლის, რაღაც ჯგუფის, რეგიონის ინტერესებს და მათზე გავლენას, ხო? აი მაგალითებით მე მგონი უფრო ნათელი იქნება, რა ვთქვათ, მაგალითად ბალდის კანიონის შემთხვევა, ხო, რომელიც ძალიან გახმოვდა, ხო? თუ იგივე შუქრუთის შემთხვევა, ხო, ცალ-ცალკე რო განვიხილოთ, ანუ ბალდის კანიონის შემთხვევა, რა არის და რას აჩვენებს, ხო? ეს არის ბუნების ძეგლი, დაცული ტერიტორია საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც ერთ დღესაც სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ უბრალოდ უნდა გაესხვისებინა, ხო, უბრალოდ გაეჭირა. ისე რომ აკითხოს მოსახლეობას მასე იყო და ხუდონფესიც მასე იყო, როგორც მახსოვს, ხო? კი, ეს თვითნებური გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირია ხელისუფლების მხრიდან, თან ხო ხალხის უკითხავად აბსოლუტურად და ეს რაღაცა თან ეს ადგილობრივი მოსახლეობის კი, რომელიც იქამდე იყენებდა ბუნებრივ რესურსს, რომელიც ხო სარგებლობდა და როცა ვლაპარაკობთ იგივე სოფლების დაცვაზე, ან სოფლების ეკონომიკურ განვითარებაზე, ესეთი გადაწყვეტილებები, ხო, გავლენას ახდენ სერიოზულ სამყაროს. კი, რა თქმა უნდა. თან მე მახსოვს ამ ბალდის კანიონის შემთხვევაზე, რომ კომპანიას ზემოქმედებაზე კვლევას არ ქონდა ჩატარებული, რა მოხდებოდა ბუნებრივი ზემოქმედება რა იქნებოდა და მე დაიწყეს კეთება, როცა ეს ამბავი და ეს პროტესტი დაიწყო. თან თითქოს ისე არის, რომ სხვისდება ეს ტერიტორია რაღაც გარკვეული პერიოდით თითქოს, მაგრამ ეს პერიოდი იმდენად დიდია, რომ მოდი 99 წელია ზოგან 50, ზოგან 59, ხო, მაგრამ არსებითად იმის თქმა შეგვიძლია, რომ თითქოს კი არის რაღაც განსაზღვრული პერიოდი, მაგრამ თითქოს სამუდამო მფლობელობაში გადადის რაღაც ესეთი შეგრძნება მრჩება. კი, რაღაცა თუ ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ მოესწრო იმას, რომ თქვათ იმ რაღაცა კანიონში ისევ შევიდეს და იბანაოს, ხო, რაც მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის, რა თქმა უნდა, რომ უტოლდება და აქ რატო ახსენა ეს სიღარიბესთან კონტექსტში და კავშირში, იმიტომ რომ ეს უკავშირდება აი ამ რესურსების მიღებული სარგებლის განაწილების საკითხს, ხო? მაგალითად, ჩუქრუთი არის ამის იდეალური მაგალითი. ჭიათურის მუნიციპალიტეტი თავიდან ბოლომდე, როდესაც კომპანია, რომელსაც აქვს იქ მანგანუმის მოპოვების ლიცენზია, მდიდრდება, რა თქმა უნდა, ხო, მილიონობით შემოსავალს იღებს და ის ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს, მოსახლეობა ზიანდება რეალურად. მოსახლეობა ზიანდება და მეტიც ხდება უსახლკარო. ხო, ანუ ჭიათურაში არის უმძიმესი მდგომარეობა, ჭიათურაში რო ჩახვალთ, ხალხი გეუბნებათ, რომ უბრალოდ შეწირული არიან აი ამ რესურსის მოპოვებას, ხო? შესაბამისად, ესეც ხო როგორ ანაწილებ ამ სარგებელს, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას მე იმაზე, თუ როგორ მუშაობ თქვა სიღარიბის დაძლევაზე, ადგილზე რაღაც აი ამ თემების განვითარებაზე და მათი ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე. თან ისიც არის მანდ, რომ აი თუნდაც ხეჭიათურა ახსენეთ, ხო, ეტყებული შემთხვევაში, მაგალითად ანუ აქვს უზარმაზარი რესურსები, ხო, მაგალითად, იმის მაგივრად, რომ მოხმარდეს ეს ადგილობრივ მოსახლეობას და იქაური მოსახლეობა იყოს რაღაც ძალიან კარგ სიტუაციაში, სამწუხაროდ ეგ მასე არ არის და პირიქით, აი თუნდაც ჭიათურა ავიღოთ, ხო, მაგალითად, აი ქალაქი არის, რა ვიცი, დაბინძურებული ძალიან, ხო, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, ზოგადად ქალაქსაც რო შეხედო, ხო, რაღაც ვიზუალურად ძალიან არ მოგეწონება და როცა ძალიან გულდასაწყვეტი არის, შეიძლება და ქალაქს ქონდა უზარმაზარი პოტენციალი და შეიძლება აქვს კიდევაც, მაგრამ რატომღაც აი ეგრე არ არის. პირველ რიგში ძალიან ლამაზი ქალაქი, მიხედვა უნდა. ხშირად ხოლმე გავლეთ და ერთხელაც მომიწია ხამე ჩავლა მან. ხამე ძალიან მომეწონა. აი დღისით რო ის ყველაფერი რო დავინახე, მან მივხვდი რომ აი ეს ყველაფერი მოვაშოროთ და მივხედოთ ხოლმე ძალიან ლამაზი ქალაქია. და ეგ არის ზუსტად. მე მგონი, რა ვიცი, არსებითად ამ თემის ირგვლივ რაც იყო ყველაფერზე ვილაპარაკეთ და ნელ-ნელა შეგვიძლია ალბათ ბოლოსკენაც წავიდეთ, ხო? ერთ-ერთი დავამატებდი, აი ხო, რაც მოვიხილეთ ახლა ყველაფერი ფიზიკური მოთხოვნილებების და ის რაც ადამიანს ჭირდება, ეგენი განვიხილეთ. ნუ ხაიმ კი ახსენა კულტურული აქტივობებზე წვდომა. თვითონაც მასლოუს პირამიდით რო წავყვეთ, ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს რო დავუკმაყოფილებთ და რო თავს უსაფრთხოდ რო გძნობთ, მე იმის იქით უკვე ვიწყებთ ფიქრს, რომ თეატრში ვიაროთ, ან ეგეთი აქტივობით რო დავკავდეთ, რაც ზოგი შეიძლება ვერ იაზრებდეს რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის კეთილდღეობისთვის პირობით ფიქრობთ, რა. ჩემი აზრით, ეგეც მნიშვნელოვანი რგოლია, რაც განასხვავებს განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს, როდესაც აი ეს ყოველდღიურ სარჩოზე ფიქრი სრულდება, მერე უკვე ადამიანი თავის კეთილდღეობაზე სხვანაირად იწყებს ფიქრს და თუნდაც მახსოვს სკოლაში და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ხშირად დავყავდი ხოლმე და ეგ ძალიან საინტერესო დღეები იყო და ეგეთი თუ ხშირი იქნება, ანუ
თუ წოდომა თუ მეტი გვექნება არ მხოლოდ მე არამედ ყველას მე მგონი ისედაც ნევროზი გვაქვს აკიდებული თემა ქვეყანას და იქნებ არასდროს მაგითაც დავწმარდეთ. აი თან რო ისლება ხო აი თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობისგან კონკრეტული ქალაქების ოფლები და ძირითადად ხო თბილისში იყრის თავს როგორც წესი ხო ეს პრობლემაც მე მგონია რომ ამ კულტურული ღონისძიებებით მაგალითად თეატრის გახსნა იქნება კინოს გახსნა სხვადასხვა პარკების ასე შემდეგ ნაწილობრივ მაინც აღმოფხვის მე მგონი ამ პრობლემას ხო ისევ ინფრასტრუქტურის განვითარებამდე მივიდივართ საბოლოო ჯამში მე მგონი კი გეთანხმებით ხო აი მაგალითად რაჭაში დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ გზის გაყვანას ხო თუ გახსოვთ რომელიც აი ბოლოს როგორც იქნა გაიყვანეს ანუ ეგეც აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას და ერთი რაღაცის თქვა მინდა მოკლედ თუ შეიძლება რომ ხშირად ეხა ეს საკითხები რაც ვლაპარაკობთ ხოლმე არის იდეოლოგიური კამათის საგანი მათ შორის ხო მაგალითად მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის შეიძლება რომ არსებობდეს რაღაც განსხვავებული მოსაზრებები ხო აი მაგალითად ჩვენ მუშაობთ მინიმალური ხელფასის საკითხზე და შეიძლება ზოგი თვლიდეს რომ რაღაცა მცდარია ამის შემოღება და იგივე ვთქვათ ეკონომიკას დააზარალებს და ასეთი არგუმენტები ისმის ხოლმე მაგრამ იმ საკითხების უმრავლესობა რომელზეც ახლა ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ მე მგონია რომ დგას ყოველგვარი იდეოლოგიის მიღმა ანუ აი რაღაც საკითხებია რომელზეც ყველა შეგვიძლია რომ შევთანხმდეთ. გული რო შევტკიო ადამიანებს და ვხედავთ ამას ჩვენ ყოველდღიურობაში, ამიტომ საუბრობთ თუნდაც ყველანაირი, რა ვიცი, იდეოლოგიისგან დაცლილი გარეშე ხო? კი, ზუსტად, აი ეგ მაგის აღნიშნა მინდა რომ რაღაცებზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ რაღაცები რითაც დავიწყეთ არის უბრალოდ უფლებების საკითხი, რომ აი რაღაც ის უფლება აქვს ადამიანს და არის რაღაცა იმდენად მინიმალური, რომ ამაზე შეთანხმება შეგვიძლია. უბრალოდ მთავარია რომ არსებობდეს სივრცე ამაზე სალაპარაკოთ და სამოქმედოდ და ანუ ეს იყოს დღის წესრიგში და ჩვენ რაღაცნაირად დიდი ხნის განმავლობაში ეს საკითხები არ ყოფილა არავის დღის წესრიგში და თითქოს არ დგას ხო პირველ პლანზე მაგალითად ამ პრობლემების გადაჭრა და უფრო სხვა რაღაცებია სამწუხაროდ და საბედნიეროდ არ ვიცი აქტუალური. თუმცა მანდ მე ერთ-ერთ გამაერთიანებულ წერტილს ვხედავ, ვისაც პასუხისმგებლობა იკისრება, ну ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ კი ბატონო და ეგრეც უნდა ხდებოდეს. მაგრამ თუნდაც ეს ბალდის კანონის შემთხვევა იქნება თუ შუქრუთი თუ ელუშენი, მე ყველგან კაცრად ხედავ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილება, რასაც სახელმწიფო იღებს, პირველ რიგში მოქალაქის და საქართველოს საზოგადოების ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა იმით რომ უბრალოდ ქვეყანაში ფული შემოვიდეს არ არის ეგრე შეიძლება ფული შემოვიდეს მაგრამ თუნდაც შუქრუთელმა რო იცის რომ ფეხქვეშ მიწა ეცლება და იმას ნერვიულობს იქნებ ჯერ მაგას უშუალოდ ან იმ გარემოში რომ მუშაობს რაღაც კომპანია და მილიონებს აკეთებს მოსახლეობასაც ეკუთვნის როცა ადამიანს ცოცხალი ამოათუ არა საერთოდ ეს ბუნებრივი რესურსი არა სახელმწიფოს არამედ ქართული ხალხის ბოლოს და ბოლოს და მე თუ ვერ ვნახე მაქედან სარგებელი სახელმწიფო ვინ არის თუ არა მე და ჩვენ ყველა ნამდვილად გეთანხმებით აბსოლუტურად ეგრეა სამართლებრივადაც და ხო რაც ფილოსოფიურადაც ნამდვილად ამ რესურსების მესაკუთრე არის ხალხი და სახელმწიფოც ბუნებრივია ვალდებულია რომ იმოქმედოს ხალხის ინტერესებიდან და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე. მე მგონი ამოუწურეთ ყველა საკითხი ალბათ პრობლემები კიდევ ბევრი დარჩა მაგრამ და უფრო სიღრმისეულ და შეიძლება განხილვა. ძალიან სიღრმისეული საუბარი იყო ჩემს მაინც და კი. ვასრულებთ პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის და ვასრულებთ პოდკასტს უკეთესის იმედით რა თავარია. აქვე მოუწოდე მაყურებელს რომ გამოიწეროს, მოიწონოს და დააკომენტაროს ამ პოდკასტზე. მადლობა. მადლობა.